რამდენჯერ შეგიფასებიათ ადამიანი გარეგნული შესახედაობის ან მის მიღწევათა მიხედვით. მას დევიდი ერქვა, მაგრამ ყველა ქუჩის მევიოლნეს უწოდებდა. დევიდი ხანში შესული კაცი იყო, გაჩეჩილი თმითა და ჭუჭყიანი ტანსაცვლით დადიოდა და ქალაქის პოპულარულ ადგილებში უკრავდა და თანაც საოცრად უკრავდა. მუსიკის მოსმენის სანაცვლოდ, მსმენელები ხანდახან ფულს უყრიდნენ ვიოლინოს გახსნილ ყუთში, რომელიც პირდაპირ ტროტუარზე იდო. დევიდი გაუღიმებდა გამლელს, თავს დაუკრავდა მადლობის ნიშნად და დაკვრას განაგრძობდა. დევიდი რომ გარდაიცვალა, ადგილობრივ გაზეთში მისი ნეკროლოგი გამოქვეყნდა და იცით რა? აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა, პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო და თავისი შტატის სენატორობაზეც კი იყრიდა კენჭს თავის დროზე. უამრავი ადამიანი გაუგნებული დარჩა, რადგან ისინი მხოლოდ შესახედაობით აფასებდნენ ქუჩის მუსიკოსს. ხშირად გვავიწყდება, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად მსგავსად შექმნა და ამიტომ თითოეული ჩვენგანი დიდად ფასეულია. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით, რას მივაღწიეთ ცხოვრებაში, რამდენად ნიჭიერნი ვართ, ან რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. ღვთისათვის ძალიან ძვირფასი ხარ. ის შენს გულს უყურებს და არა გარეგნობას ან მიღწევებს. ღმერთს უყვარ ხარ და შენს გამოხატავს სიყვარული გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. ნურავი შეაფასებ გარეგნობის მიხედვით.